ორგანიზაცია განვითარება და წინსვლა და პროექტი გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარული გაგაცნობთ ისტორიკოს, თეოლოგს, შტატგარეშე ჟურნალისტს, პოეტს, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს გალაქტიონ გიორგაძეს. გამარჯობა სალომე. გამარჯობა. მოგწონდით? გამარჯობათ გალაქტიონ. როგორ ბრძანდებით? რა ვიცი არა მიშავსავთ? ვცდილობთ ვიყოთ შემართებით. ჩვენც ასე მოგწონთ. როგორც ჩვენმა მასპინძელმა გალაქტიონ გიორგაძემ ფსევდონიმით გიორგი ხევისწყლისპირელმა გითხრა ძალიან უყვარს ბუხარი. სწორედ ბუხართან დავიწყეთ საუბარი ხევისწყლისპირელთან. ბატონო გალაქტიონ. ძალიან გიყვართ ბუხარი. რაიმე მოგონებებთან ხო არ ასოცირდება? ბავშვობის მოგონებებთან ან ზოგადად რატომ აქვს დიდი დატვირთვა თქვენთვის? ბუხარი ასოცირდება სითბოსთან, ცეცხლთან, სინათლესთან და საერთოდ კერია შემდეგ გადავიდა, აი პირველ ყოფილი სიტუაცია მაინც იყო კერია და კერიის ირგვლივ შემომსხდარი პატარები, მომოლითაობა. თქვენს წიგნს ქვია სიკეთის საგზარი. რატომ სიკეთის საგზარი? სიკეთე ჩვენ წუთიერ ცხოვრებაში და წუთიერ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში არის ყველაზე სიყვარული და სიკეთე არის ყველაზე მთავარი ღირებულება ოჯახის შემდეგ. ადამიანმა უნდა ააგროს იმ პატარა ხურჯინში პატარ-პატარა სიკეთეები და აიტანოს უფლამდე. და უფლამდე სანამ წაიღებს, სადაც იქ არაფერი მოგვიტანია და ვერაფერს ვერ წავიღებთ იქამდე. და ეს ყველაფერი ყოფიერია და აქ რჩება. და მე მაქვს ერთ-ერთ ლექსში ყრმობიდან გამომყვა სიკეთის საგზალი. და ამ სიკეთის საგზალს გავუსვი ხაზი, რომ მქონდა ძალიან ლაღი ბავშვობა, ძალიან კარგი მოგონებები, რომელიც მაკავშირებს თუ გინდ ბუხართან, თუ გინდ კერასთან, თუ გინდ ოჯახთან, სოფელთან და ჩემ საყვარელ რაიონთან, რომელიც ყველა ეს მოგონებები, რომელიც ათფობს ადამიანს და ასაზრდოებს მთელი ცხოვრების მანძილზე, მე კარგად მამახსოვდება და კარგად მახსოვს და ყოველი ის მოგონება და ის საწყისი, საერთოდ როგორც არსებობს ფუნდამენტი, მე მგონი არ არის ქართული სიტყვა, საძირკველი, როცა ჩაიყრება ადამიანს და როგორი საძირკველი იქნება, ამას აქვს მნიშვნელობა. და როცა ადამიანს აქვს კარგი საძირკველი, თბილი, ესე ბუხარივით თბილი და ცეცხლივით და სინათლით სავსე, შემდეგ მოქმედებს ეს ადამიანის შემდეგ ცხოვრებაზე და მის პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ბატონ გალაქტიონს ვთხოვეთ ერთი ლექსი წაეკითხა თავისი წიგნიდან. ამ ლექსს დავარქვი ბავშვობა. რა დრო იყო მაშინ, რა ლამაზათაც თოვდა, ბავშვური ახირება თვარეულივით ბოდვა, გადამახედა წამით, არ მსურს დიდი ხნით მოცდა, თუნდ მომიწიოს ღმერთო შენთვის ბოდიშის მოხდა, ამოინისთვის ხომ ღირს ქვეყნად მეორედ მოსვლა. გალაქტიონ, შევამჩნიე ნახატი, რომელიც თქვენს წიგნზეც არის დატანილი. საიდან გაჩნდა ეს ნახატი თქვენს წიგნზე, რო გვესაუბროთ და ვინ არის მხატვარი? და რატომ ეს ნახატი? ეს არის მხატვარ ნუკრი კაკაშვილის დამუშევარი, როცა ინტერნეტში ვნახე, დაუკავშირდი მას და მართლაც უსასყიდლოდ მომცა თავისი, ასე ვთქვათ, საავტორო უფლება და უფლება, რომ წიგნზე, ჩემ საავტორო წიგნზე დამეტანა. როცა შევხედე, მქონდა რამდენიმე ვერსია, რომ გაგვეკეთებინა სხვადასხვა ყდის დიზაინი, მაგრამ ამ ნახატს როგორც კი შევხედე, ასე ვთქვათ, იმ ემოციასაც და იმ
გამოძახილს კარგად პასუხობდა. ეს იყო პატარა ქოხი, ქოხიდან გამოსული სინათლე და პატარა ბიჭი თუ ადამიანი, რომელიც მიდიოდა ხურჯინით ამ ქოხისკენ და ქოხში რა თქმა უნდა არის სინათლესთან ერთად სითბოც, კვამლი და ასევე არის მთავარი პრინციპი იმისა, რომ სილურჯე ცისფერი, რომელიც ასოცირდება ყველაფერთან ერთად სილურჯი არის ცისფერი და აი ღრმა ცისფერი, როცა ცა გადაიწმინდება ღრუბლისგან მოკუფრული ცა როცა გადაიწმინდება ჩანს ჩვენ მხოლოდ ადამიანები აღვიქვამთ ამას, თორე ამას სხვა ახსნა აქვს, რატომ არის ცა ცისფერი. გადაწმენდილი ცა, უღრუბლო ცა არის ლურჯი. ამასთან ერთად შემდეგ მიაქციეს ყურადღება გალაქტიონ ტაბიძესთან გააკეთეს სრულიად შემთხვევით ასოცირება იისფერ თოვლის და რაღაც ეს სიტუაცია შეიძლება ეს თავიდანვე ჩაიფიქრა მხატვარმა, მოსჩანს აქ რაღაც იისფერი თოვლიც ძალიან ლამაზად და მადლობა მინდა უთხრა ამისათვის. არის ასევე ერთ-ერთ ლექსში ასევე ხეების სიშიშვლე მაშინებს ადამის მოდგმიდან არც ერთი. ასევე მაგ ერთ-ერთ ლექსში როცა წვიმს გარეთ უხეში მხრებით ამოსდის ბუხრებს კვამლი რიგებად მე მახსანდება ბაბუაჩები და მენანება დასავიწყებლად. ბატონო გალაქტიონ, ეს არის სახლი, სადაც გაიზარდით. და მაინტერესებს, როგორი ბავშვი იყავით, როგორი მოგონებები გაქვთ ბავშვობის. არა მარტო სახლთან, არამედ სკოლასთანაც. მოგონებებს რაც შეეხება, წინასაც ვახსენე და განმეორდები, ყოველი ბავშვისთვის ბავშვობა როცა ადამიანი იზრდება და წარსული რჩება, ის წარსული თუ არის ძალიან კარგი თბილი, კარგ მოგონებად რჩება ადამიანში და ეს შემდეგ ამით საზრდოობს და ადამიანის და პიროვნებად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს. არის ნათქვამი რაღაც ამდაგვარი, რომ ბავშვები ვართ და გაზრდა ვცდილობთ და ვოცნებობთ ვიყვეს დიდები და შემდეგ გავიზრდებით და პირიქით ხდება ის, რომ ბავშვობა გვენანება დასავიწყებლად. მე ბებია რო გარდამეცვალა, დავწერე ესეთი რაღაც, რომ აი ბებია რო გარდამეცვალა თქო, მაშინ გავიზარდე, იმიტომ რომ დამთავრდა ბავშვობის პერიოდი. რადგანაც ბებია ბაბუა მაინც ასოცირდება ბავშვობასთან და იმ თბილ მოგონებებთან, რომელიც აკავშირებს და ადამიანმა თვითონ პიროვნულად უნდა გააკეთოს რაღაცა ხიდი ან ბალანსი იმისა, რომ წარსულსა და მომავალს შორის. როდესაც ბებიას უკვე უძლური იყო და ვერ საუბრობდა და მასთან მივედი და ყველაფერი კარგად იქნება,
მithumetes თითქმის 90 წლის იყო და უთხარი ხელი მოვკიდე და მეუთხარი რომ თუ ყველაფერი კარგად იქნება და თუ გესმის ჩემი ხელი ხელზე დავიდე და თითი გააქანე მეთქი და თითი კი არ გააქანა ხელი მომიჭირა და ცრემლი ჩამოუვარდა თვალზე. აი მე სუსხანერი ხასიათი რომ აქ ეს შედარება გავაკეთე იმ პატარა ცრემლში მე დავინახე არ ვიცი მთელი განვლილი ცხოვრება 90 წლის განმავლობაში მთელი განვლილი ცხოვრება შეიძლება ეს იყო იმედის ცრემლი, შეიძლება ეს იყო სინანულის ცრემლი, მაგრამ ადამიანმა რამდენი წელიც არ უნდა იცხოვროს. ერთ-ერთი ეპისკოპოსი ყავდა ჩვენ ნაუმი გვარი აღარ მახსოვს. მან თქვა რომ რამდენი ცხოვრება არის კარი, ერთ კარებიდან გავალთ და მეორე კარებში შევალთ, მაგრამ ამ კარებსა და კარებს შორის ადამიანმა ტალახიანი ფეხებით არ უნდა გაიაროს, რომ ცუდი ნაკვალები დაუტოვოთ მომავალ თაობას. და ეს ნაკვალებიც ჩვენს მომავალზე აისახება. ცელქი ბავშვი თუ იყავ? ცელქი ბავშვი მე რაც არ უნდა მდომებოდა ვერ ვიქნებოდი, იმიტომ რომ პედაგოგთა ოჯახში აღვიზარდე და მქონდა ძალიან ვიყავი რაღაცა ჩარჩოებში ჩასმული ბავშვი, რომ ის არ უნდა გამეკეთებია, ეს არ უნდა გამეკეთებია, იმიტომ რომ მე უნდა ყოფილიყავი მისავაძი ბავშვი სხვა ბავშვების, ჩემი თანატოლებისათვის. და არ მქონდა ცელქობის უფლება. ახლა უფრო ვცელქობ. ამ სიბერეში ვიდრე ბავშვობაში მქონდა ამის საშუალება. რადგანაც ბავშვობაში არ მქონდა ამის საშუალება, ეხლა უფრო გამომდის შესაბამისი. ვინაზღაურებ იმ პერიოდს სიბერეში. ჩვენ ძალიან ვიყვართ ისტორია. ხართ ისტორიკოსი და თეოლოგი. აგროვებთ ძველ ნივთებს. და გაქვთ საკუთარი ხარეთმცოდნეობის კუთხე. ხარეთმცოდნეობის კუთხე, რომელსაც ვისურვებდი, რომ აუცილებლად მუზეუმად გწევთ. როგორ ხდება ამ ნივთების შეგროვება და თუ შეგიძლიათ რომ გაჩვენოთ, სად არის განთავსებული ეს ნივთები? კი, თუ დაინტერესებით, თქვენს გაჩვენებთ და ვინც დაინტერესდება იმასაც, რა თქმა უნდა. ვიზიტორებს თუ ღებულობთ აქვე დავაკონკრეტოთ. არა, როცა ყოფილა ისეთი ვარიანტი, რომ ჩემი სტუმრები, ვინც ჩემთან მოვიდა, ყველა და ზოგი არის ისე ხდება, რომ ზოგი მას თვითონ აინტერესებს და ზოგი არის ისე, რომ მე ვაინტერესებ. რომ შეიძლება არის რაღაც რომ შეიძლება არ აინტერესებს, მაგრამ რომ მიიყვან თუნდაც ბავშვიც ასეა, რომ შეიძლება ბავშვი ონავარია მაინც არაფერი შეიძლება წიგნი არ აინტერესებდეს, კითხვა რაღაცა, მაგრამ წინა თაობამ უნდა მიცეს რაღაცა ბიძგი და უნდა მიცეს შესაძლებლობა რომ მოკიდოს წიგნს ხელი და მეტი შეიცნოს და მეტი ისწავლოს ამის შესახებ და ასევეა. ჩვენც პატარები ვართ ასე თუ ისე, გჭირდება გათვითცნობიერება სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ამას აქვს მნიშვნელობა რამდენად ესევე აქვს მნიშვნელობა კიდე მასწავლებელს. მასწავლებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის და მომავალი თაობის მიმართებაში. მასწავლებელზე არის დამოკიდებული როგორ შეაყვარებს საგანს. ან როგორ ინტერესის სფეროს აღუძრავ მომავალ თაობას არსებობს ბავშვი მზე, მაგრამ ამ მზეს ამონათება ჭირდება და ეს უნდა შეძლოს მასწავლებელმა. ეს უნდა მიუხვდეს მას. ესე ხდება, ხო, ხანდახან ადამიანი მოსულა ჩემთან და ის ხდება, რომ მაგალითად რამდენიმე პროცენტ, 100-დან შეიძლება 2%-ს არ აინტერესებს, მაგრამ მაინც ვაჩვენებ, რომ ინტერესის სფერო გაუღვიო და მეტი კავშირი იყოს წარსულსა და მომავალს შორის. ეს ნივთების შეგროვება ხდება აქ სოფლის ნივთებია ეს. თავიდანვე მინდოდა ხარეთმცოდნეობის კუთხე გამეკეთებინა ჩემი სოფლის, რადგან სოფელი ცარიელდება. მაჩუქეს აი ძველი ნივთები, მაინც ისეთი ნივთები, რომელიც გამოსულია წყობრიდან. ეს ნივთები არის ჩვენი სოფლის და ადამიანის ყოფაცხოვრების ამსახველი დეტალები.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე ჩვენი მასპინძელი ისტორიკოსი და თეოლოგია. თავისავე სახლში აქვს მოწყობილი მხარეთმცოდნეობის კუთხე. ამ ნივთებმა დაკარგა ღირებულება იმ კუთხით, რომ არ იხმარება ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. აი მაგალითად, ერთ-ერთი ნივთი, რომელიც არის ოჯინჯალას ვეძახით გურიაში, რომელიც ადრე კიდევდნენ კერიის თავზე და ფუნქციას ასრულებდა მაცივრისაც და ასრულებდა რაღაცა მაგალითად ხორცეულს ჩამოკიდებდნენ, ბოლავდნენ, ინახავდნენ ქვევიდან სითბო ადიოდა, კვამლი ადიოდა, ბოლავდნენ და ზევიდან ჩამოდიოდა სიგრილე. Galaktion ხართ საზოგადოება ტყეშაველის წევრი, ასევე ჩვენი პროექტის გაუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარულით და მთავარი ხართ მწერალთა კავშირის წევრი. აი რას გვეტყვით ამ ყველაფრის შესახებ? მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ღირსად ჩათვალა თუ ასე თუ ისე სტიმული მომცა იმისათვის, რომ თუ ვინ ყოფილიყავი მწერალთა კავშირის წევრი, მადლობა ქალბატონ ხათუნა ცომაიას, რომელმაც სურპრიზი გამიკეთა რამდენიმე წლის უკან, როცა ჩემი საღამო გაიმართა ჩემი წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში და ასევე ნინო როსტიაშვილს და რომელმაც რეკომენდაცია ორივე პოეტმა რეკომენდაცია გაწია. ნუ რა თქმა უნდა, ეს ჩემი ჩართულობით არ მომხდარა, სურპრიზი იყო, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ეს რო არის, მე კი რამდენიმე წელია ვარ ამ სივრცეში, მაგრამ რაღაც ზოგი სკეპტიკურად უყურებს ბევრ რამეს, მაგრამ ეს გაწევრიანება თუ გინც სხვადასხვა საზოგადოებაში თავისებურად მაინც სასიხარულო და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამასთან ერთად. აქ ერთ-ერთი, რომელიც სიგელი, მადლობის სიგელით დამაჯილდოვა საზოგადოება ტყეშაველმა, რომლის დირექტორი არის ქალბატონი ირინა ხურციძე და მადლობა ამისათვის მას, ასე თუ ისე მან წარმომაჩინა საპოეზიო სივრცეში და მათ შორის თქვენს და თქვენ პროექტს მადლობას ვუხდი ამისათვის. მე მრავალჯერ ვახსენე ქალბატონ ირინასთან და მრავალჯერ გამეორდები, რომ არა მარტო ჩემი ნაწერის და შემოქმედების წარმოჩენა, არამედ ამ გაერთიანებით, სხვადასხვა გაერთიანებით მე მეგობრები შევიძინე, უამრავი მეგობრები, ის მარგალიტები შევაგროვე, რომელიც გაფანტულია პოეზიის და სიტყვიერების სხვადასხვა როგორ თქვა გაფანტული არიან საქართველოს მასშტაბით პოეტების და მწერლების სახით. ასევე მადლობა მინდა უთხრა თქვენს პროექტს გაუზიაროთ ერთმანეთს პოეზიის და პროზის სიყვარული და მადლობა თქვენ პირადად, რომ აი იღწვით რაიონშიც და არა მარტო რაიონში მომავალი თაობის აღზრდის კუთხით და ჩემი პატივისცემა თქვენ ამისათვის. ასევე არის აქ, რომელიც ძვირფასია ჩემთვის, ჩემი რაიონის გაზეთი, მე მგონი იმდენი გაზეთი მაქვს მე სახში ჩემი მაცნის, რომ ხუმრობ ხოლმე რედაქციაში არ იქნება იმდენი გაზეთი, ყველა ნომერს ვაგროვებ. ეს ერთი სახით, რომ ჩემი რაიონის გაზეთია და მე ძვირფასება, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გაზეთს ქმნის. ჩემთვის კიდევ იმიტომ არის ეს გაზეთი ყველაზე ძვირფასი, რომ ჩემ პირველი ლექსი ამ გაზეთის ფურცლებიდან გაიცნო საზოგადოებამ ხელისწყლის პერელის ფსევდონიმით და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა უთხრა მათ და დღემდე გვერდში მიდგას ყველა გაზეთის შემადგენლობა.
და ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ამისი. მათი. ასევე ყველა საჩუქარი თუ ყველა ნივთი არის ჩემთვის ძვირფასი, მაგრამ ყველას გვირგვინი და ყველასე ძვირფასი მაინც არის ჩემი სიკეთის საგზალი, რომელიც სულ ახლახან გამოიცა პოეტ ნათია ჯიმშელიშვილის ხელშეწყობით და ყველა იმ ადამიანს მინდა უთხრა მადლობა, რომ ვინც იზრუნა ამ პატარა წიგნის მოგრძალებული წყალედები, რომ ფურცლებზე გადმოგვეტანა და წიგნად გვექცია. ჩვენი სტუმრობის დასასრულს პოეტს გალაქტიონ გიორგაძეს ფსევდონიმით გიორგი ხევისწყლის პირელს ვთხოვეთ თავისი ლექსი წაეკითხა. აქ უცნაურად ხმაურობს ქარი, აწვიმს ოქროსფერ ირგვლივ ღიობებს, მოდი ავაგოთ ლექსის დარანი ამ შენს არაგვის სანაპიროზე, მიწის დაგიფენ სურნელს ხალიჩად, დაგლოცავს ყველა კუთხის სიონი, ქართლის ხეობებს უხდები შენ და მტკვარი მცხეთასთან ცისამბიონი.